ოცნებაში გვიმტკიცებენ, რომ მათ არ იციან ვინ არის მამუკა ფიფია, არადა წესით ქართული ოცნებისთვის კარგად ცნობილი უნდა იყოს ამ პიროვნების სახელი და გვარი, ვინაიდან რამდენიმე თვის წინ მამუკა ფიფია სტუმრობდა პარლამენტს, ის პოზირებდა დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის კაბინეტიდან, ასევე სხდომათა დარბაზიდან და მაშინ ქართულ ოცნებაში მოუწიათ განმარტებების კეთება პრორუსი ბიზნესმენის პარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ქართული ოცნებისთვის უცხო ნამდვილად არ უნდა იყოს ეს სახელი და გვარი, თუმცა დღეს მაინც გვიმტკიცებდნენ, რომ მათ არ იციან ვინ არის მამუკა ფიფია და მისი საქმიანობის შესახებ, როგორც გვიმტკიცებენ ქართულ ოცნებასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, საკანონმდებლო ხელისუფლებასთან და პარტია ქართულ ოცნებასთან, მოკლედ კრემლისტური პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის მათი მხრიდან არ ყოფილა რაიმე შეთავაზება გაკეთებული რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავსი შეთანხმების დადებასა და რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აღდგენაზე. საუბარი ადამიანზე, რომელიც ითხოვს, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავსი შეთანხმება არსებობდეს რუსეთსა და საქართველოს შორის. მოითხოვთ ჩვენ ვისა დაუშალოთ ახლა ეს მოითხოვთ. თქვენთან ყოფილა განხილული ეს საქმე? არა, საქართველოს პარლამენტის ხელისუფლებას ქართულ ოცნებას რაც შეეხება, ჩვენი პოლიტიკა ცნობილია ამ მხრივ. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, მთავარი ლამის ერთადერთი წინაპირობასავით არის ის, რომ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთის სამხედრო ძალები დღეს ოკუპაციას ახდენენ საქართველოს ტერიტორიის და პრაქტიკულად კალაშნიკოვის ლულა ადევს ქვეყანას გურჯზე თუ საფეთქელს. ეს არის რეალობა და ამ რეალობაში გეორგიევსკის ტრაქტატზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ყველაფერი შესაძლებელია, ყველანაირი მოლაპარაკება და საუბარი შესაძლებელია, მაგრამ დღეს არ არის ამის პირობები. და ეს მრავალ მიმართულებიანი დაპირისპირება, რომელიც სოფლიოს ახასიათებს, სამწუხაროდ არ გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ რაიმე რესურსზე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდეს, ისე რომ მივახციოთ პოზიტიურ შედეგს. თორე ლაპარაკი და ურთიერთობა ყველაფერზე შეიძლება შეთანხმება საქართველოსთან მიმართებაში. გარკვეულ ფორმატში უნდა მოხდეს. მათ შორის რუსეთის ფედერაციაც უნდა მონაწილეობდეს, ვინაიდან რეალური გავლენა, რეალური მართვის ბერგეტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ გააჩნია, მაგრამ ეს ტერიტორიები ჩააბარა პრაქტიკულად სააკაშვილის ხელისუფლება. რამისეით ჩამოვიდა საქართველოში პრორუსი ბიზნესმენი, რომლის პარტიის ინიციატივებსაც კრემლში ძალიან აქტიური გამოხმაურება აქვს და რიგი ინიციატივები შესრულდა კიდეც კრემლში, კერძოდ მაგალითად რუსეთთან პირდაპირი დიალოგის, უпростоრად რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება და რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ავიზო რეჟიმის გაუქმება. ეს ინიციატივა თავის დროზე სწორედ ამ პრორუსულ ჯგუფს ეკუთვნოდა. შემდგომ ჩვენ ვნახეთ პუტინის შესაბამისი განკარგულებები, რაც ძალიან მოიწონა ქართულმა ოცნებამ. ხელისუფლების ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ მაშინ, როდესაც კრემლი მთელს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში მოკავშირეებს კარგავს, საქართველოში მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია გავლენების ზრდა. რემბო 2 გამიგია, ტერმინატორი 2 გამიგია და გეორგიევსკის ტრაქტატი 2 ნამდვილად არ გამიგია. ეს ძალიან კარგად მეტყველებს იმ იდიოტზე, რომელმაც ეს ფრაზა პირველად ახსენა, მამუკა ფიფია არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი. მეორეს მხრივ არის ინტელექტუალური ცვედანი და არარაობა, რომელსაც საერთოდ სახში ალბათ არ ეკითხებიან, როდის უნდა გავიდნენ და როდის მივიდნენ. იდიოტია ეს კაცი. რაც შეეხება იმას, რომ სოლიდარობა მშვიდობისათვის გააქტიურდა, სოლიდარობა მშვიდობისათვის ერთი მიზეზით გააქტიურდა. სოლიდარობა მშვიდობისათვის არის პარტია, რომელსაც ოთარ ფარცხალაძე აფინანსებს და შექმნა იმისთვის, რომ როდესაც მას ეს ამბავი ძალიან კარგად იცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლოს მასას თავს დაესხმებოდა, ეს პარტია ჭირდება ბერკეტად, რომ რაღაცა პოლიტიკურ აქტივობაში იყოს ფარცხალაძე. ეხლა ცდილობს, რომ რუსული ხაზების დამატებითი მიმართულება შემოიყვანოს ქართულ პოლიტიკაში. ეს არის რაღაცა ვირთხების ბრძოლა, ვინ უფრო მალე მიყიდის პუტინის რუსეთს საქართველოს. ამ ვირთხების ბრძოლაში დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვირთხა დამარცხდება. მე არ ვფიქრობ, რომ შემთხვევითია მამუკა ფიფიას მიერ პატრიარქთან შეხვედრის პოლიტიკურად გამოყენება კრემლის ინტერესების შესაბამისად, რამდენადაც წელი დაიწყო გიგორ გიორგაძის მიერ გავრცელებული ვიდეო მიმართვის, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ კონსტიტუციის 78 მუხლი არის ამოსაღები და ნეიტრალიტეტით არის ის ჩასანაცვლებელი. ეხლა კი მამუკა ფიფიას გააქტიურება ახალი წლიდან აჩვენებს იმას, რომ კრემლი კიდევ უფრო გააქტიურდება სხვადასხვა ჯგუფების მიერ იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი გავლენის ქვეშ არა მხოლოდ დე ფაქტო, არამედ დე იურე დააბრუნოს. მაშინ როდესაც ვიცით, რომ მთელი სახელმწიფო უსაფრთხოება და თავდაცვა ჩამოშლილია, როდესაც გითხრეს, რომ ერთი თავდაცვის მინისტრი მექთა მე იყო და სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსი ასევე მეკთამე იყო, რომელიც $1 მილიონ მიიყიდა თურქ ბიზნესმენს. მსგავსი ტიპის პირდაპირ რუსეთის გავლენის აგენტების, ან მათი პირდაპირ აგენტების მოქმედება, მათი განცხადებები განსაკუთრებით ვარში, როცა ჩვენ ნახეთ ხომ მამუკა ფიფიას ბოლო საჯარო გამოსვლაში, მან აციტირა კადიროვის ერთ-ერთი გენერალი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც ღიად საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს თურმე დედა რუსეთს ბჭყალებში ცხადია. ამიტომ ეს არის სინამდვილეში გახმოვანება იმ საოკუპაციო ზრახვების, რომლებიც გააჩნია ჩვენს ისტორიულ მტერ რუსეთს. ახალი წელი ქართული ოცნებისთვის ახალი პოლიტიკური შეთავაზებებით დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ასევე რუსეთიდან საგანგებო მიმართვა გაავრცელა რუსეთში გაქცეულმა ედუარდ შევარდნაძის უშიშროების მინისტრმა და ასევე შევარდნაძის აფეთქებაში ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც მოუწოდა იგორ გიორგაძემ, რომელიც მოუწოდებს ქართულ ოცნებას გააუქმოს კონსტიტუციის 78 მუხლი და დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან. დავსებთ.